ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა უკრაინის ომის დასრულებას, რისთვისაც დონალდ ტრამპის ახალი სამშვიდობო გეგმაა მომზადებული. ევროპელი ლიდერების ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების ახალ კონცეფციას სკეპტიკურად უყურებს და ბრიუსელის კრიტიკის ნაწილში პრეტენზიებს არ იღებს. ზოგიერთი არც უფრო მკვეთრ შეფასებებს არ ერიდება. ჟენევის, მაიამის, მოსკოვისა და ფლორიდის 4 შეხვედრის შემდეგ არის თუ არა გეგმის გარშემო წინსვლა. ამერიკის პრეზიდენტი ზელენსკის მიმართ იმედგაცრუებას გამოხატავს, რუსეთისგან კი მის სამშვიდობო ზავზე თანხმობას ელოდება. ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით მედია მთავარ სადავო პუნქტებად ტერიტორიულ საკითხს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების აკრძალვას ასახელებს. უსაფრთხოების რა გარანტიები შეიძლება მიიღოს უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტის და მშვიდობის დამყარების შემდეგ? ამჯერად უკრაინის პირველი პირი კონსულტაციებს გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის პირველ პირებთან გადის. დაუნინგ სტრიტზე შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. უკრაინა არ არის მზად ხელი მოაწეროს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერილ სამშვიდობო გეგმას. ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ფლორიდაში ამერიკისა და უკრაინის დელეგაციების სამდღიანი მოლაპარაკებები დასრულდა. ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი აბრკოლებს ომის დასასრულებლად საჭირო დიპლომატიის წინსვლას. ჩვენ ვესაუბრეთ პრეზიდენტ პუტინს და უკრაინის ლიდერებს, განსაკუთრებით პრეზიდენტ ზელენსკის და უნდა ვთქვა, რომ ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გეგმა ჯერ არ წაიკითხა. გეგმა მისმა ხალხმა დაამტკიცა, მაგრამ მან არა. რუსეთი თანახმაა, მჯერა რომ რუსეთი თანახმაა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ზელენსკი თანახმაა. მის ხალხს მოსწონს, მაგრამ მას არ წაუკითხავს. უკრაინელი მაღალჩინოსნები ანონიმურობის დაცვის პირობით ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდ ზეწოლას ახორციელებს კიევზე, რათა უკრაინა სწრაფად დათანხმდეს ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას. მათივე ცნობით, ყველაზე დიდ დავას იწვევს ტერიტორიული საკითხები. მათი მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატები დაჟინებით ითხოვს, რომ უკრაინელებმა დონბასი უბრძოლველად დატოვონ. ამ საკითხზე შეუთანხმებლობას ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტიც, რომელიც დღეს ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება. ზელენსკი ლონდონში საფრანგეთის პრეზიდენტს, გერმანიის კანცლერსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. ევროპელი ლიდერები ამბობენ, რომ უკრაინის გვერდით დგანან. უკრაინის პრეზიდენტი კი აღიარებს, რომ არის საკითხები, რომლებიც შეერთებული შტატების თანხმობის გარეშე ვერ მოგვარდება. ის რაც დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია არის ერთობა ევროპასა და უკრაინას შორის და ასევე ერთობა ევროპას, უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, რადგანაც ზოგიერთ საკითხს ვერ მოვაგვარებთ ამერიკელების გარეშე. არსებობს საკითხები, რომლებსაც ვერ გავაკეთებთ ევროპელების გარეშე. სწორედ ამიტომ საჭიროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ჩვენ მდგავართ უკრაინის გვერდით და თუ იქნება ცეცხლის შეწყვეტა, ეს უნდა იყოს სამართლიანი და გრძელვადიანი და სწორედ ამიტომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი. რაც არაერთხელ წარვადგინეთ პრინციპი, რომ რაც ეხება უკრაინას, არის უკრაინისთვის და ჩვენ აქ ვართ, რომ ხარი დაგიჭიროთ კონფლიქტში და მოლაპარაკებებში და უზრუნველყოთ, რომ ეს იქნება სამართლიანი და გრძელვადიანი დარეგულირება, თუ ჩვენ ასე შორს წასვლას შევძლებთ. ეს შეიძლება იყოს გადამწყვეტი დრო ყველა ჩვენგანისთვის, ასე რომ ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ მოლაპარაკებებს მოსკოვში. მე ველოდები ზელენსკისგან მოვისმინო ამ მოლაპარაკებების შედეგები. ჩვენ ძლიერები ვართ და მტკიცედ ვუმაგრებთ ზურგს უკრაინას, რადგანაც ვიცით, რომ თქვენი ქვეყნის ბედისწერა არის ევროპის ბედისწერა. სწორედ ამიტომ ვართ აქ, რომ ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია და არავის უნდა შეეპაროს ეჭვი უკრაინისადმი ჩვენს მხარდაჭერაში. მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი ზოგიერთი დეტალის მიმართ, რომელსაც ვხედავთ დოკუმენტებში, რომლებიც ამერიკული მხარისგან მოდის, მაგრამ ამაზე უნდა ვისაუბროთ. გერმანიის კანცლერის ეს სკეპტიციზმი სავარაუდოდ ეხება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინაში ომის დასრულება ამერიკის ინტერესებშია, რათა მოსკოვთან სტრატეგიული სტაბილურობა აღდგეს. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროპამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავდაცვაზე, ხოლო ნატოს გაფართოება მუდმივად მზარდი არ უნდა იყოს. ამას გარდა სტრატეგიაში ისმის კრიტიკა ევროპული სახელმწიფოების ნაწილის მიმართ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის უსამართლო ცენზურის გამო. დოკუმენტის ეს ნაწილი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ გააკრიტიკა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას მოსკოვში მიესალმნენ, საგანგაშო სიგნალია. ამერიკის შეერთებულ შტატებს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ევროპელი მოქალაქეები იმ არჩევანში, თუ რომელი პარტიებია კარგი და რომელი ცუდი. ამერიკას არ შეუძლია ჩაანაცვლოს ევროპა იმაში, თუ როგორი გამოხატვის თავისუფლება აქვს მას. მედიის ცნობით ევროკავშირში შიშობენ, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სახეცვლილმა სტრატეგიამ შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზე. ამასთან ერთად ევროპაში არ სურთ ამ საკითხზე ვაშინგტონთან ღია პოლემიკაში შესვლა. ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ ეს დავა მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. კრემლში კი მართლაც არ მალავდნენ გაყოფილებას ამერიკის უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის მიმართ. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის თქმით, ახალ დოკუმენტში საუბარია კონსტრუქციულ დიალოგზე, რაც დმიტრი პესკოვის განცხადებით სრულად შეესაბამება რუსეთის ხედვას.
ნიუანსები, რომელსაც ვხედავთ ახალ კონცეფციაში, ჩვენზე დადებით შთაბეჭდილებას ახდენს. იქ საუბარია დიალოგის აუცილებლობაზე და კონსტრუქციული კეთილი ურთიერთობების განვითარებაზე. ეს არ შეიძლება კარგ შთაბეჭდილებას არ ახდენდეს და ეს სრულად შეესაბამება ჩვენს ხედვას. კრემლში გაკეთებული ამ განცხადებების ფონზე რუსეთი აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ. ხოლო გუშინ ღამით რუსეთის შეერაღებულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 159 დრონი გაუშვეს. მათგან 130-ის ჩამოგდება უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა შეძლეს. დნეპროპეტროვსკში რუსეთის დარტყმის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი. არიან დაჭრილებიც. დრონების თავდასხმის შედეგად დაშავებულები არიან სუმის ოლქშიც. გრძელდება რუსეთის იერიშები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზეც. ფიქრობ რუსეთი არ გაჩერდება, რადგანაც უსაფრთხოების გარანტიებს ხელი 1990-იან წლებში მოეწერა. რუსეთმა გასცა ეს გარანტიები და ახლა ჩვენ თუ წავალთ დონბასიდან, რუსეთს მეტი და მეტი ტერიტორია მოუნდება. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე მსჯელობა დღეს ევროპის დედაქალაქში გაგრძელდება. როგორც ცნობილია, ლონდონიდან ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის და ნატოს ლიდერებს შეხვდება.